answers to me. For I am Doom. ახალი შურისმაძიებლები Doomsday-ის ტრეილერის გამოსვლის შემდგომ ყველაზე საინტერესო კითხვა ჩემი აზრით ის აღარ არის თუ რამდენი პერსონაჟი გამოჩნდება ფილმში. რა თქმა უნდა, შურისმაძიებლების, ფანტასტიკური ოთხეულისა და X ადამიანების ერთ ისტორიაში გაერთიანება თავისთავად უზარმაზარი მოვლენაა, მაგრამ ტრეილერში რამდენიმე ისეთი დეტალი გამოჩნდა, რომლების ერთმანეთთან დაკავშირების შემთხვევაში ბევრად უფრო საინტერესო სურათს ვიღებთ. დოქტორი დუმის გამოჩენა, მისი აშკარა დაპირისპირება რედ რიჩარდთან, თორის შეტევის შეჩერება და სენტინელების გამოღვიძება შეიძლება ერთი შეხედვით უბრალოდ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სანახაობრივი მომენტი იყოს, მაგრამ შესაძლოა თითოეული მათგანი ერთი დიდი ისტორიის ნაწილია. ამ ვიდეოსთვის ამოვარჩიეთ ჩემთვის ყველაზე საინტერესო იდეები და თეორიები და მინდა თქვენთან ერთად განვიხილოთ თუ როგორ შეიძლება ისინი საბოლოოდ ერთ საერთო სიუჟეტად შეიკრას. რადგან რაც უფრო ყურადღებით ვაკვირდები იმას, რაც მარველმა უკვე გვიჩვენა, მით უფრო მეტად მრჩება შთაბეჭდილება, რომ დოქტორი დუმი უბრალოდ ახალი ბოროტმოქმედი არ არის, რომელიც შურისმაძიებლებმა უნდა დაამარცხონ. შესაძლებელია ის თავიდანვე ისეთ თამაშს თამაშობს, რომლის წესებით დანარჩენ გმირებს საერთოდ არ ესმით. რაც იმას ნიშნავს, რომ მარველი უბრალოდ შურისმაძიებლების ახალ ფილმს არ ამზადებს. ის სრულიად ახალი სიტყვის თქმას აპირებს შურისმაძიებლების ფილმების ისტორიაში. პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა თავად დუმის მოტივაციას ეხება. მარველის წინა დიდი ბოროტმოქმედი თანოსი საკუთარ მოქმედებებს სამყაროს გადარჩენის აუცილებლობით ამართლებდა. მისი მეთოდი სასტიკად ჟღერდა, მაგრამ საკუთარი თავის რწმენით იცოდა, რომ სწორ საქმეს აკეთებდა. დოქტორი დუმის შემთხვევაშიც შესაძლოა მსგავს, თუმცა გაცილებით უფრო მასშტაბურ იდეასთან ჰქონდეს საქმე. ახალი კადრებიდან ჩანს, რომ ვიქტორ ვონ დუმის ტრანსფორმაციას პირადი ტრაგედია უდევს საფუძვლად. ეს მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა მისი ისტორია არ იწყებოდეს ძალაუფლების მოპოვების სურვილით. იქნებ ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მან რაღაცის ან ვიღაცის გადარჩენა სცადა და საბოლოოდ მიხვდა, რომ სამყაროს გადასარჩენად გაცილებით რადიკალური გადაწყვეტილებაა საჭირო. აქ უკვე მულტივერსის პრობლემამდე მივდივართ. MCU-ში სხვადასხვა სამყაროების არსებობა დიდი ხანია უკვე, რაც მხოლოდ საინტერესო შესაძლებლობა აღარ არის. დოქტორი სტრეინჯის სიგიჟის მულტივერსში და შემდგომმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ სამყაროებს შორის ჩარევას თავისი შედეგები მოჰყვება. არსებობს შემოჭრების საფრთხე, ანუ მდგომარეობა, როდესაც ორი რეალობის შეჯახება ერთის ან ორივეს განადგურებით შეიძლება დასრულდეს. დუმმა ეს პრობლემა სხვებზე ადრე დაინახა და შესაძლებელია მან ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც შურისმაძიებლები ვერასდროს მიიღებდნენ. ვიქტორი მიხვდა, რომ ყველა სამყაროს გადარჩენა შეუძლებელია. და თუ ასეა, მაშინ დუმის მიზანი შესაძლოა მულტივერსის განადგურება კი არა, მისი გადარჩენა იყოს. უბრალოდ სამყაროს გადარჩენის არჩეული მეთოდი იმდენად რადიკალურია, რომ შურისმაძიებლების აზრით ამ საფასურის გადახდა არავის შეუძლია. შეიძლება ვიქტორი ფიქრობს, რომ თუ უამრავი რეალობის არსებობა საბოლოოდ მათ ერთმანეთთან შეჯახებას და განადგურებას იწვევს, ერთადერთი გამოსავალი ბევრი სამყაროს შენარჩუნება კი არა, მათი ერთ რეალობად გაერთიანებაა. ეს იდეა ავტომატურად ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას მის პერსონაჟთან, რადგან მაშინ დუმი უბრალოდ ადამიანი აღარ არის, რომელსაც ძალაუფლება სურს. ის თავად ხდება მოქმედი ძალა, რომელმაც საკუთარ თავს მისცა უფლება გადაწყვიტოს, ვის აქვს გადარჩენის შესაძლებლობა და როგორი უნდა იყოს ახალი სამყაროს წესები. სწორედ აქ ხდება მისი კონფლიქტი რიდ რიჩარდთან განსაკუთრებით საინტერესო. კომიქსებში მათი ურთიერთობა ყოველთვის პირადული იყო, თუმცა ფილმში შესაძლოა ეს დაპირისპირება კიდევ უფრო ღრმა აღმოჩნდეს. შესაძლოა რიდი და ვიქტორი ერთსა და იმავე პრობლემას ხედავენ, მაგრამ მისი მოგვარების განსხვავებულ გზებამდე მიდიან. რიდი ცდილობს იპოვოს გამოსავალი, რომელიც ყველას გადაარჩენს, ხოლო დუმი დარწმუნებულია, რომ ასეთი გამოსავალი საერთოდ არ არსებობს.
შესაძლოა მათი კონფლიქტი სწორედ ამ კითხვამდე დავიდეს, რამდენად შორს მიდის ადამიანი იმისათვის, რომ სამყარო გადაარჩინოს. ამ შემთხვევაში დუმის მიმართ რიდ რიჩარდის დამოკიდებულება სრულიად სხვა მნიშვნელობას იძენს. ის უბრალოდ ძველ მტერს არ უყურებს. რიჩარდი ხედავს ადამიანს, რომელიც ოდესღაც მასსავით ფიქრობდა, მაგრამ რაღაც მომენტში იმ ზღვარს გადააბიჯა, რომლის გადაკვეთაც თავად არასდროს შეეძლო. დუმი კი თავის მხრივ შეიძლება სწორედ ამას თვლის ყოფილი მეგობრის ყველაზე დიდ სისუსტედ. მისთვის რიდის პერსონაჟი არის ადამიანი, რომელსაც აქვს საკმარისი ინტელექტი პრობლემის გადასაჭრელად, მაგრამ არ ყოფნის გამბედაობა იმ გადაწყვეტილების მისაღებად, რომელსაც დოქტორი დუმი აუცილებლად თავად მიიღებს. და თუ დუმი მართლაც ასეთი მასშტაბური გეგმის განხორციელებას აპირებს, მაშინ ბუნებრივია ჩნდება კითხვა, როგორ აპირებს ის შურის მაძიებლების, ფანტასტიკური ოთხეულისა და X ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას. სწორედ აქ იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას თრეილერში სენტინელების გამოჩენა. სენტინელები X ადამიანების სამყაროში უბრალოდ გიგანტური რობოტები არასდროს ყოფილან. მათი გამოჩენა ერთგვარი ტექნოლოგიის სიმბოლოა, რომელიც მუტანტების გასაკონტროლებლად და გასანადგურებლად შეიქმნა. ამიტომ სენტინელები დოქტორი დუმის ისტორიაში შეიძლება ნიშნავდეს, რომ ვიქტორი ფილმში საკუთარ ძალებს ნულიდან სულაც არ აგენერირებს. შეიძლება მისი მთავარი უნარი სხვადასხვა სამყაროში უკვე არსებული ტექნოლოგიებისა და ძალების აღმოჩენა, შესწავლა და საკუთარ მიზნებთან მორგება იყოს. თუ ეს თეორია გამართლდა, მაშინ სენტინელების გამოჩენა უბრალოდ შეხურებაა. დუმი სხვადასხვა რეალობიდან ითვისებს ყველაფერს, რაც მის გეგმას სრულყოფილებაში მოიყვანს. ერთი რეალობიდან ტექნოლოგიას, მეორედან მაგიას, მესამედან კოსმიურ ძალას. საბოლოოდ კი ქმნის არმიას, რომელიც არც ერთ კონკრეტულ სამყაროს არ ეკუთვნის. ეს იდეა განსაკუთრებულ ბრუტალიზმს სცემს ვიქტორს, რადგან მისი ძალა მხოლოდ პირად შესაძლებლობებში არ იქნება. დუმის მთავარი იარაღი თავად მულტივერსი გახდება. მაგრამ აქ კიდევ ერთი, ბევრად უფრო ბნელი კითხვა ჩნდება. თუ დუმი უკვე იყენებს X ადამიანების სამყაროს ტექნოლოგიას, რა მდგომარეობაშია თავად ეს სამყარო? შესაძლებელია X ადამიანები უბრალოდ სხვა სამყაროდან მოსული მოკავშირეები არ იყვნენ. ისინი დუმის მიერ დაწყებული კატასტროფის პირველი მსხვერპლები არიან. და თუ ეს მართლაც ასეა, მარველის გადაწყვეტილება ძველი X ადამიანების დაბრუნებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო საინტერესო ხდება. შესაძლოა ისინი მხოლოდ ნოსტალგიისთვის არ დაბრუნებულან. ეს მათი ბოლო დიადი ბრძოლაა. მარველს შეეძლო ამ პერსონაჟების დაბრუნებით მაყურებლისთვის ემოციური კავშირი შეექმნა და შემდეგ ეჩვენებინა, რა მასშტაბის საფრთხეს წარმოადგენს დოქტორი დუმი. როდესაც სამყაროს განადგურება აბსტრაქტული იდეაა, მაყურებლისთვის მისი აღქმა რთულია, მაგრამ როდესაც ვხედავთ სამყაროს, რომლის პერსონაჟებიც წლების განმავლობაში გვიყვარდა, ეს საფრთხე სრულიად რეალური ხდება. ამ ყველაფრის შემდგომ კიდევ ერთი იდეა ჩნდება, რომელიც შესაძლოა მთელი ფილმის სტრუქტურას ცვლიდეს. იქნებ დუმის ყველაზე დიდი უპირატესობა ის კი არ არის, რომ ის შურის მაძიებლებზე ძლიერია. იქნებ მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ სანამ გმირები ცდილობენ გაიგონ რა ხდება, დუმი უკვე რამდენიმე ნაბიჯით წინ დგას. მარველის დიდ ფილმებში ჩვენ მიჩვეულები ვართ ერთ სტრუქტურას. ჩნდება საფრთხე, გმირები ცდილობენ მის გაგებას, შემდგომ ერთიანდებიან და ბოლოს მტერს უპირისპირდებიან. Infinity War-მა ერთხელ უკვე დაგვანახა, რომ ეს ფორმულა შეიძლება შეიცვალოს და ფილმი იმით დასრულდეს, რომ ბოროტმოქმედი უბრალოდ გაიმარჯვებს. Doomsday შესაძლოა კიდევ უფრო შორს წავიდეს. ფილმის განმავლობაში სხვადასხვა სამყაროს გმირები შეიძლება თავიდანვე ერთ მხარეს არიდგნენ. შემოჭრების იდეა ამისთვის იდეალურ ფუნდამენტს ქმნის. თუ ერთი სამყაროს გადარჩენა მეორეს განადგურებას ნიშნავს, მაშინ ბუნებრივია, რომ შურისმაძიებლები და X ადამიანები ერთმანეთს თავდაპირველად მოკავშირეებად არ შეხვდებიან. თითოეული მათგანი საკუთარი სამყაროს გადარჩენას შეეცდება. და ეს ზუსტად ის ქაოსია, რომელიც დუმს სჭირდება. მას შეიძლება საერთოდ არ დასჭირდეს ყველა გმირის პირდაპირ დამარცხება. საკმარისი იქნება თუ ისინი ერთმანეთთან ბრძოლაში ჩაერთვებიან. სანამ შურისმაძიებლები საკუთარ სამყაროს იცავენ, X ადამიანები კი თავისას, დუმი დროს მოიგებს და იმ გეგმას განახორციელებს, რომელიც ბევრად ადრე დაიწყო. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ გმირები ბოლოს მაინც გაერთიანდებიან. ისინი საბოლოოდ მიხვდებიან, რომ ერთმანეთთან სამტრო არაფერი აქვს და რეალური საფრთხე დუმია, რომელსაც მათი დამარცხება არ სჭირდებოდა. მას მხოლოდ მეტი დრო სჭირდება. და თუ ეს ყველაფერი საბოლოოდ იმ მიმართულებით მიდის, რასაც კომიქსებიდან ვიცნობთ, მაშინ Avengers Doomsday-ის დასასრული შეიძლება პირდაპირ Battleworld-ის შექმნამდე მიმავალ გზაზე გადიოდეს.
ეს რა თქმა უნდა ამ ეტაპზე მხოლოდ თეორიაა, მაგრამ ფილმის სახელწოდება და ის ფაქტი, რომ მას პირდაპირ Secret Wars-ი მოჰყვება, ამ შესაძლებლობას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის. თუ მულტივერსი მართლაც განადგურების პირას არის და დუმი ფიქრობს, რომ ძველი სამყაროების შენარჩუნება შეუძლებელია, მისი საბოლოო გამოსავალი შეიძლება ახალი რეალობის შექმნა იყოს. ანუ მთელი ფილმის განმავლობაში ჩვენ შეიძლება გვეგონოს, რომ დუმის მიზანია შურისმაძიებლების დამარცხება, სინამდვილეში კი შურისმაძიებლები მხოლოდ დაბრკოლებაა მის გზაზე. ვიქტორის ნამდვილი მიზანი კი საერთოდ სხვა რამეა, ძველი სამყაროს დასრულება და მის ნანგრევებზე ახალი სამყაროს აღმოცენება. და სწორედ აქ იკვრება ყველა თეორია ერთმთლიან სურათად. დუმი ხედავს მულტივერსის პრობლემას და გადაწყვეტს, რომ მისი გადარჩენის ჩვეულებრივი გზა არ არსებობს. რიდ რიჩარდი მას არ ეთანხმება და ცდილობს სხვა გამოსავლის პოვნას. დუმი იწყებს სხვადასხვა სამყაროს ცოდნის და იარაღის საკუთარ კონტროლს ქვეშ მოქცევას. ამ შემთხვევაში დუმსდეის დასასრულში გამართული გადამწყვეტი ბრძოლა შეიძლება სულაც არ იყოს რეალურად რამის გადამწყვეტი. გმირები შეიძლება დუმს დაუპირისპირდნენ და გარკვეული დროით გვეგონოს, რომ გამარჯვების შანსი არსებობს, მაგრამ ამ დროს მულტივერსის განადგურება უკვე დაწყებულია. ერთი რეალობა მეორეს ეჯახება, სამყაროები ქრება და ბოლოს ყველაფერი, რასაც აქამდე ვიცნობდით, უბრალოდ აღარ არსებობს. ზუსტად ამ ნანგრევებზე შეიქმნება ახალი რეალობა, რომელსაც ერთი ადამიანი მართავს, დოქტორი დუმი. ამ ყველაფერში სტივ როჯერსის დაბრუნებაც მნიშვნელოვანი ხდება. როგორც ამბობენ, მისი ისტორია ამ ფილმში მძიმე და ძალიან მნიშვნელოვანია დუმისთვის. ენდგეიმის შემდგომ სტივმა საბოლოოდ მიიღო ის ცხოვრება, რომელიც ყოველთვის სურდა. თუ დუმის მოქმედებები მის ახალ სამყაროს და ოჯახს საფრთხეს შეუქმნის, მაშინ სტივის დაბრუნება მხოლოდ ნოსტალგიური ნაბიჯი არ იქნება მარველისგან. ის კიდევ ერთხელ დაკარგავს იმ ცხოვრებას, რომლისთვისაც მთელი არსებობის განმავლობაში იბრძოდა. შეიძლება სწორედ ამიტომ არის სტივი ამ ისტორიისთვის მნიშვნელოვანი, რადგან დოქტორი დუმის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ძალთა დაპირისპირება არ იქნება. საბოლოოდ გმირებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ, რას შეინარჩუნებენ და რას დაკარგავენ. საბოლოოდ ჩემთვის ყველაზე საინტერესო ამ თეორიებში ისაა, რომ ისინი დოქტორ დუმს სრულიად სხვა პერსონაჟად წარმოაჩენენ. ის შეიძლება იყოს სასტიკი, დაუნდობელი და საშიში, მაგრამ მას ყველაზე საშიშად აქცევს ფაქტი, რომ საკუთარი თავი და მოქმედებები სამყაროს გადარჩენის ერთადერთ საშუალებად მიაჩნია. ვიღაცამ ბოლოს და ბოლოს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ამიტომაც Avengers Doomsday-ის თავარი კითხვა შეიძლება სულაც არ იყოს, შეძლებენ თუ არა შურისმაძიებლები დოქტორი დუმის დამარცხებას. ნამდვილი შეკითხვა სულ სხვაგან იმალება. რა მოხდება თუ დოქტორი დუმი მართალია და მულტივერსი ვეღარ გადარჩება? თუ ვიქტორის გამოსავალი ახალი სამყაროს შექმნაა, მაშინ შურისმაძიებლების ამოცანა დოქტორი დუმის დამარცხება კი არა, არამედ გამოსავლის პოვნაა, რომელიც ვიქტორმა ვერ იპოვა. მაგრამ თუ ისინი ამას ვერ შეძლებენ, ვონ დუმი მთლიანად შეცვლის რეალობას, სადაც გმირები მხოლოდ მის მორჩილებაში იარსებებენ. როდესაც საბოლოოდ გავიგებთ, რას ნიშნავს სიტყვა Doomsday, აღმოჩნდება, რომ ეს არა შურისმაძიებლების, არამედ ყველა სამყაროს განკითხვის დღეა.